დღეს 16 იანვარს ზუსტად 50 დღე შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მასშტაბით პროევროპული დემონსტრაციები მიმდინარეობს. უზღოტი პროტესტის 50 დღეს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და გადაკეტეს საავტომობილო გზა. მათი მოთხოვნები არის უცვლელი ჩაატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან გარემოში და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც დააკავეს გასული დღეების საპროტესტო აქციების განმავლობაში. ბევრი მათგანი ჯერ კიდევ რჩება იზოლატორებში და ბევრი მათგანი სასამართლო პროცესები ამ დღეებშიც მიმდინარეობს. მოქალაქეები, რომელთა შორის არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, უერთდებიან ამ მოთხოვნებს და აცხადებენ, რომ მათთვის დაუშვებელია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზიდან გადახვევა. პროტესტი კი მოყვა 2024 წლის 28 ნოემბრის ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საქართველო წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესს 2028 წლის ბოლომდე. აი ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია მოქალაქეთა უკმაყოფილება და აი ამ მიზეზით და მიზნით ისინი იკრიბებიან ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე თბილისში, ასევე დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში. სხვადასხვა დაწესებულების წინ. ისინი აცხადებენ, რომ ქვეყანას ემუქრება მნიშვნელოვანი ზიანი იმ შემთხვევაში, თუ არ შეიცვლის საგარეო კურსს და არ დაუბრუნდება ევროპულ კურსს და ისინი აცხადებენ, რომ ქვეყანაში გართულდება პოლიტიკური ვითარება, გართულდება ის ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც ისედაც მძიმე ტვირთად აწევს საქართველოს მოსახლეობას, ასევე ქვეყანას ემუქრება საერთაშორისო იზოლაცია, რაც თავის მხრივ იქნება ბევრი ცუდი სიტუაციის განმაპირობებელი ფაქტორი.